მოდგა გადამწყვეტი დავალების დრო? ამისთვის მოვედით, რომ აქ სამზარეულოში ვიტყვი. თაივანზე დგომა ძალიან მარტივია. დადგა გადამწყვეტი დავალების დრო. რის შედეგადაც ერთ-ერთი თქვენგანი დაემშვიდობება MasterChef-ის დიდ სამზარეულოს. და თუ ვინ მოხვდება MasterChef-ის მე-12 სეზონის საუკეთესო ათეულში, დღეს გადაწყვეტს საიდუმლო ყუთი. ჩემების წინ ხედავ საიდუმლო ყუთს, მაცვია ჩემი შავი, ახალი, ლამაზი წინსაფარი, რომელსაც მგონია რომ დღეს დავტოვებ. და თუ რა არის ამ ყუთში? ამ ყუთში არის ის ინგრედიენტი, რომელიც თქვენი კერძის ერთ-ერთი თუ არა მთავარი პროდუქტი უნდა გახდეს. ეს ინგრედიენტი დარწმუნებული ვარ, რომ უმეტეს თქვენგანს სახლში მოგეპოვებათ. შეიძლება იყოს თქვენი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტიც. ბავშვების უმეტესობას ძალიან უყვარს. ტკბილია, ხან იწვება, ხან უმად შეგიძლია მიირთვა. არის დიდიც და არის პატარაც. და ეს ინგრედიენტია 1 2 3 და ой საოცრება, ყუთში დებს ბანანი. ეს ინგრედიენტი აღმოჩნდა ბანანი, რომელიც მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობის ძალიან საყვარელი პროდუქტია. ბანანი. ბანანი. წარმატებები მეგობრებო. ვისთვის აღმოჩნდება ეს სახლში წასვლის პროდუქტი, ამას დავალების შემდგომ შევიტყობთ. ფიქრობ, რა უნდა ვუყო აი ხლა ამ ბანანს? ბანანი პირველი ასოცირდება მაიმუნთან, ჩემთან და პალმებთან და ტროპიკებთან და რავი მე აფრიკასთან. ძალიან გემრიელი. შეგერგოჯი. მადლობა. ევანდელი დავალების თავარი გმირი, როგორც ხედავთ, არის Del Montes ბანანი, ენერგიით სავსე და გემრიელი არჩევანი, რომელიც ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია ნიკორას სუპერმარკეტსა და ლიბრეში. ყოველი ნაყოფი ირჩევა ხელით, ინახება სპეციალურ პირობებში, რაც ჭირდება ზოგადად ბანანს და ასე ინარჩუნებს ბუნებრივ სითბოს. დღეს თქვენ უნდა შექმნათ კერძი, რომელშიდაც ბანანი იქნება მთავარი ვარსკვლავი. იქნება ეს სალათი, ცხელი კერძი თუ დესერტი, არჩევანი თქვენზეა. დავალება არის ბანანი, რაც არის საკმაოდ რთული. პენკეიკები და რაღაც ესეთი გამიკეთებია, მაგრამ როგორც ასეთი კერძი არასდროს. მთავარია, რომ ბანანი იყოს წამყვანი გემო, რომლის გარშემოც გაერთიანდება ყველა დანარჩენი კომპონენტი. დავალების შესასრულებლად გაქვთ ზუსტად 1 საათი. ჩემი ტვინი დაკავდა ბანანიზმით. ბანანისაგან ტკბილის მომზადება, მოდი ასე ვთქვათ, ყველა შეუულია და უნდა გააკეთო ესეთი, რაც იქნება საინტერესო და ამიტომ მინდა, რომ სამეგრელო და სომალი გავაერთიანო და რაღაცა საერთო კერძი შევქმნა. აბა, მზად ხართ გადამწყვეტი ბრძოლის. დიახ, შეფ! კარგია. კარგია. მაშინ 1 საათი ჩაი. მთავარი ინგრედიენტი, რაც მჭირდება, არის Del Montes ბანანი. ჯორჯიტასგან ავიღებ ქარის სუნელს, ავიღებ შავ პილპილს, იმიტომ რომ ორივე მჭირდება. დღეს მე დამჭირდება პრეზიდენტის კარაქი, ასევე გალბანის პეკორინო. რაც თავარია, ჩემი კერძისთვის დამჭირდება Del Montes ბანანი. ავიღებ უმაღლესი ხარისხის La Familias ქბილს და მარილს. დამჭირდება ნინჯას ბლენდერი, აუცილებლად ძალიან მიყვარს ეს თან. სანტედან აუცილებლად დამჭირდება გაწურული მაწონი. ფინოსაგან მჭირდება საცხობი ქაღალდი. გავიყოლებ სანდომის ვაფლს, რომელსაც მზადების პროცესში მივირთმევ. ბანანის ტურია და აუცილებლად დამჭირდება Del Montes ბანანი, რაც შეიძლება ბევრი. ჩემი კერძისთვის დამჭირდება ხვალიკოს ქათამი. ამას ავიღებ. ფასოდან დამჭირდება აუცილებლად ექსტრა ვირჯინ ოლივ ოილი და ჩვეულებრივი ოლივ ოილი. ჩემი იდეალური დამხმარე სამზარეულოში იქნება სელპაკი, რომ იყოს ის უფთავე. გავიყოლებ ბორჯომს ენერგიებით დასამუხტად. დღევანდელი კერძისთვის დამჭირდება თლიანი საფერავი, არის უგემრიელესი და ძალიან მაგარი დონის ღვინო. და რაც თავარია Del Montes ბანანი, რომელიც როგორც გავიგე
იდეალურად ინახება, რომ საუკეთესო გემოები მოგცეს. დავიწყოთ თელიანი ველის ღვინი. ვაკეთებთ ღვინის სოს. გადავწყვიტე გავაკეთოთ ბანანის დესერტი. გაუმარჯოს ათეულში მოხვედრას. ქალბატონო ეკატერინე, გემრიელი ბანანი რომ მოვამზადოთ თუ შეიძლება რა? შენ გაგასინჯებ პირველ. ურმესი მადლობა, დიდი სიამოვნებით გავსინჯავთ. ჩემი კერძისთვის გამოვიყენებ დელმონტის ბანანს. აბა გავსინჯოთ. უგემრიელესი. ძალიან საინტერესო დავალებაა და გადავწყვიტე, რომ ავირჩიო არასტანდარტული, არა დესერტი ბანანისგან, არამედ ძირითადი კერძი, რომელიც უფრო გადის ცხარე, მლაშე და ისეთ საინტერესო გემოებში ინდურ სტილში წავიდე. ვიყენებ ჯორჯიტას ბასმათის ბრინჯს, ვამზადებ ბანანის ქარის. ბრინჯი, ქათამი, ბოსტნეული. როგორ ფიქრობ, თავი ინგრედიენტი ბანანი იქნება თუ ქათამი და გარი? თავი ინგრედიენტი ბანანი იქნება. იქნება, ისე არ დაკარგავს. ამ დავალებისთვის ნამდვილად მზად არ ვიყავი და ამიტომ ძალიან სანერვიულოა, მინდა რომ მოვასწროთ ან არ ვიცი რა გამოვა. ბანანის დავალება გვაქვს, ვაკეთებ დელმონტის ბანანით მეგრულ სომალურ კერძს. ვიყელე ხვალიკოს ქათამს, უნდა ამოვიღო ფილეები. დღეს მინდა რომ შეფები ვამოგზაურო სომალის გავლით მოხვდებიან ისინი სამეგრელოში. და მე ცოტა ხანი ავიყვან კიდე სვანეთში. ენგურჰესამდე მივიყვან, მე არა რა. სომალური კერძი არის, თავისი სომალური აჯიკით და მთლიანობაში და მე შენია ბანანი არ დაკარგო. 20 წელი ბანანი მიდევს და სად უნდა იკარგოს? არა, არ დაიკარგება ბანანი. რანერად ქათამი უკვე მთავარი პროდუქტია. ეს პომიდორში დევს, იქ соуსი ბანანი სადა? ბანანი ცოცხლად ვლაგდება, ცოცხლად უნდა მიირთვათ ამ კერძთან ერთად და ასევე მოყვება ბანანისაგან ახლა ჭვიშტარი უნდა დავაცხოთ და იქნება კიდე ტკბილი. და მთლიანობაში იქნება ბანანის გავნა დაარწო ჭვიშტარი. კი. ბანანის ჭვიშტარს შემოყავდა. ეს ღომია? ეგ არის ბრინჯის ღომი. წავედი შუა აღმოსავლურ და ქართულ გემოებზე იაპონური დანამატებით. აუცილებლად უნდა გამოვიყენო ბასოსეთი. იქნება ბანანის და ყველის მიქსი, ქეშიუსთან ერთად, რადგან ქეშიუ ძალიან უხდება ბანანს. დღეს არანაირად არ გეგმავრო პროექტი დავუტოვო. ასე რომ ეს შავი წინსაფარიც არც მაშინებს ჯერჯერობით. კარგია. ზოგი ქვემოთ ამზადებს. და ვისაც იმუნიტეტი გვაქვს. ბანანს მივირთმევ. ტკბილად, გემრიელად, სანერვიულოდ. გემრიელესი ბანანია. კარგად ვერთობით, სვავთ, უჭამთ, არაფერი არ გვიჭის, შოუც არის. გადმოიხედავს ანახაობა, დიდ ტელევიზორზე უყურებ MasterChef-ს. ნიღბებით რომ ბოსების ხედან Squid Game-ში, თავი იქ მგონია. მეთქი მე ვარ აქ ყველაზე მაგარი და ძლიერი. მაცვია შავი წინსაფარი და ძალიან არ მინდა რომ დავტოვოთ დღეს ეს და ისე წავიდე სახლში, ამიტომ ვეცდები რომ წინა შეცნობებზე ვისწავლო და შეფებს მოვამზადო შესაბამისი კერძი. დღეს ვამზადებ ბანანის რავიოლს, ვიყენებ La Familias ფქვილს. ჩემი favorite შეფი. არა. რას გიმზადებ? აბა რა ვიცი რას გიმზადებთ. იმას შვები მე იმპროვიზაცია. არა, მასკარპონე. და ნაღები. და რას ამზადებ? კარამელიზებულ ბანანას, ეს კრემი იქნება base და ღვინის reduction სოსით და ნუშს მოვაყრი ბოლოს. ნახევარი საათი დაგჭარ 26 კი მოვასწრე. ხო? კი, აბა რა. ვიყენებ ფინოს პლასტიკს ცოტა ხანი დავასვენო ჩემი რავიოლის შიგთავში. ლაშები, გინდა დაგიჭრა, მოდი მოგეხმარები ცოტას, აბა. თითი არ მიჭრა, შენი ჭირიმე გადი გამეცალე აქედან. ალებს საერთოდ დავხუჭავ და ისე გავაკეთე. მიდი, აბა. შენ მე რადგან ბარმენი ვარ, იმას კი არნიშნავს საქმე არ ვიცი. ეს ცოტა ძალიან დიდ გულზე ხო არ არის, არ ვიცი. წადი მოცილდი ახლა აქედან. კარგი, ჰა. უხარია ალბათ ზემოდან რომ იყურებს დღეს. ო, ბადრიჯანი, ბანანი. ბადრიჯანი უკვე ფორმებით გავს. ბადრიჯანი უკვე გადავწყვიტე რომ ცილოვანი პროდუქტი ესე არაფერი არ გამომეყენებინა, რადგან ბანანის გემო არ დამეკარგა. ეს არის ასე თქვა ძირი, რომელიც შერეული მაქვს შებოლილი სულგუნი, ბანანი, გაწუნული მაწონი, ლაბნე, შებოლილი სულგუნი. და რასაკეთე? უნდა გამოვაცხო? არა, ეს იქნება ძირის სახით, соуსის სახით, უნდა გადავახვიო ბადრიჯნის როლები, რომელსაც ექნება ბანანის შიგთავსი, ქეშიუსთან ერთად. ქეშიუსთან. გაუ. ვა, საინტერესოა. თუ ჟავფარს, რათა მოვათავსო ფორმაში, ბანანთან ერთად და გამოვაცხო. ეხლა ვიყენებ კიკნოსის პომიდორს соусისთვის. ტირამისუს აკეთებ თუ რაზე? ხორცის ნამსხვრია. შენ ხორცი გაკათ? კი. აქ რა ხდება? პომიდორის соуსი, ბოსტნეული, ქათამი,
რა იყოთ რა გჭირ. რაღაც გემრიელი დესერტი გაგეკეთებინათ ვინ. შეცრავიორს აკეთებ ვინ რა. აკეთებს რავიოლს? არა დესერტს არავინ არ აკეთებთ და რა ვიცი. ეგ აკეთებს დესერტს. ნუ კაი ერთი ჰა. გამარჯობათ, ქალბატონო ეკატერი, როგორ ბრძანდები? რას ამზადებს? მე მანდ ღვინო შეგივსებთ რაღაც. მიდი, მაინც ყვილად გეხარ, მიდი. რა თქმა უნდა. აი ეს უნდა გამოვცადო ერთი რა ბარტენდერია. აუცილებლად, აი ეხლა ვიგა. 5 წელი ბარტენდერი ვიყავი ნიუ-იორკში გენაცვალე. ნიუ-იორკი? დიახ. წამიყვანეთ მე. წამიყვანეთ. ქალბატონო ეკატერი, მეც მინდა ნიუ-იორკში. ინაღამ დამაწვენე. ვაიმე რა ვარ ასეთი? ეხლა დაუმატე პრეზიდენტის კარაქს, ეყოფე. ვაიმე ეს რო არ გამომივიდეს, დავიღუპე. სამფენიანი, ძალიან მაგარი, ეკონომიური. ვიყენებ სელფაკის ქაღალდს. ძალიან კაია სამზარეულოსთვის. სელფაკის ქაღალდით რა კარგად გამომადგა. ხოთ მიირთვით ბორჯომის საუკეთესო როგორ მიყვარს? არა, ბატონო, თქვენ ეს გასწავლეს, უნდა დაასხა ქალბატონისთვის ჭიქაში. ახლავე ქალბატონო ეკატერი, რა პრობლემაა? შეგივსებთ ბორჯომს. ბორჯომს. ვაიმე რამდენს ჰიდრატაცია და ენერგია ძალიან საჭიროა. ხალხო. ქალბატონო ეკატერი. შენ კიდე ვაიმე შენი გოლფრენდი სახში ასე ხარ. დავით, გამოდი, ნუ შეაწუხე ხარ. შენ რა გაგინაგო, თავი მიხედე, შენ დრო გაგივიდა, 17 წუთს დაგჭა. ნინჯას ხუმალში 180 გრადუსზე გავბოსნეულს, წვრილად დაჭრილს. რაშები, რას აკეთებთ აია? ვა ეს რა არის? დავით, რაშები, როგორ? გადი აქედან. აი შენ ხო ფიტნეს ტრენერი? ოღონდ ახლა არა. წუთნელი ხო ხარ და აი ეს სწორია, ეს სწორია? რაშები, გიო, რას აკეთებ? ხო არ მოგეხმარო. ხელი გაუშვი. დადგა დრო, მე რო თეთრი მიკეთია და იმუნიტეტი მაქვს და შენ რო აგდგა ხარ ძმაო. შემდეგი ტურებიც მოვა, არ ინერვიულო შენ. ხო, ეხლა თუ სახში არ წახვალ, შემდეგი ტურებიც. მოდი. აი უყურეთ, რა სკილები მაქვს, მე რეიტინგ ბარმენია. დამიპნევ და ახალს და იმას იზავ. ქეშიუ, აბა გავსუნჯოთ როგორია. აკლია. ეს პლანერაა. ისპანახი, შიფონადად დაჭრილი. ადგილ ხდება, რომ მადი სამწველი ისინი გამოიწვიოს უბრალოდ სულგუნმა. საინტერესო გემოა. მადლობა შეფ. ბანანი და ბადრიჯანი. მეგონი ძალიან კარგად დააჯდება ერთმანეთს. ვიწყებ რავიოლის შეხვევას და მრჩა 12 წუთი და იმედია რომ მოვასწრებ ვიზუალურად მომწონს ჯერჯერობით. მე მგონი რაღაცა რბილია. არ მაგრდება ჩემი ბანანების ჩიფსები. თავი დამჭრი ბანანს უფრო თხლად. რათა ხრაში უნდა გამოვიდეს. ფაია რიწვის ყველაფერი. ჩემი დელმონტეს ბანანი ახლა განიცდის კარამელიზაციას. ახლა სანდომის ვანილის ვაფლს მივუხმევ, რადგან ტკბილი კარგია ტვინისთვის და კონცენტრაციაში დამეხმარება მთელი დღის მანძილზე უჭმელობის ფონზე. დავიწყე შიგთავსის მომზადება. ვურევ და დავკარგე ბანანის გემო. და რა უნდა ვქნავ? არ ვიცი. ცოტა მაშარაფი დავასხი. ვამატებ უფრო მეტ ბანანს. აქ უფრო მეტი ბანანი მით ბევრად უფრო უკეთესი. არ არის ხრაშვანდა. მაგრამ ჯანდაბა ეტაკა. ვაკეთებ მესამედ, თუ გამოვა თუ არა და ამოვიღებ ამინებს. ეგ იქნება. ვიწყებ რავიოლის მოხარშვას. ჰოპ, და ჩემი რავიოლი იხსნება, იფუჩქნება. აუ, ჰაერი გაუჩნდა. მიყურებს შიგთავსი ბანანი, აქეთ დაფრინავს ყველი, იგი დაცურავს, ცომი ცალკე და დროს ვაკვირდები, არ ვიცი რა გავაკეთოთ. ერთ ცალ დარჩენილ რავიოლს ვაგდებ, ხარშავ, ცდილობ ჩემი მკვდარი რავიოლი გადავარჩინო, რომ რამე დავდო თევზზე, რომ ერთი ცალი რავიოლით არ იყო. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და ხელები მაღლა. ნახოთ დღეს ვის გაუცურდება ბანანზე ფეხი. დავალების შესასრულებლად მოცემული ზუსტად 1 საათი ამოიწურა. იმისთვის რომ გავიგოთ თუ ვინ გაართვა საუკეთესოდ თავი დელ მონტეს ბანანის დავალებას, უნდა დავაგემოვნოთ თქვენს მიერ მომზადებული კერძი. და პირველი მონაწილე იქნება მიშო, ხო თქვენი კერძი მაგიდას.
მიშო გადის, გააქვს თავისი სუფრა. უბრალოდ თქვენი ტაბლა მაგიდასთან. თქვენი ბანანი მაგიდას. შეფებს მაგიდა ხო უდევთ წინ რა და მიშომ ერთი მაგიდა მიუმატა კიდე. შეგიძლიათ გითხრათ რა მოამზადეთ? როგორ გამოიყენეთ დღის მთავარი პროდუქტი კერძში? მე ვცხოვრობდი აფრიკაში რაღაცა პერიოდი, მას შორის სომალში ვცხოვრობდი მოგადიშოში და დაგემოვნებული იქაც მაქვს ეს კერძი. ეს რომ დაფრინავდი იქ ჩამოგხსეს. კი, სუდანში, ეთიოპიაში ვცხოვრობდი და ძალიან ახლოს არიან მეგრელებთან. მეგრულათაც კი იშიფრება. ვაიმე ლაპარაკობს და ლაპარაკობს. ამ ტაბლას დავარქვი აკუნა მატატია, იმიტომ რომ სუაჰილის ენაზე მატატა ნიშნავს ცხოვრებას წუხილის გარეშე. რომელი აკუნა მატატა? თლიანად აკუნა მატატა. გავაერთიანეს სომალი და სამეგრელო, იმიტომ რომ ძალიან აკუნა მატატა. გახსოვს? აკუნა კი. ცხოვრება წუხილის გარეშე, იმიტომ რომ სასიამოვნოა ყველაფერი და უნდა იკაიფო ცხოვრებით რა. ესე არიან იქ რა და ძალიან მომწონს კიდევ. ეხა აგიხსნით ტაბლის შინას. ხო, ეს ერთი კერძი არ არის? ეს არის ბრინჯისაგან, მისაყოლებლად იქ აქვს ბრინჯი, ფანტია. აი აგერ ღომი აქვს გაკეთებული. ღომად ეს ფოსფორისფერი ბრინჯია. კი. ლაპარაკობს 1 საათი, 2 საათი, 3 საათი. ასევე გავაკეთე სომალური კერძი, რომელიც კეთდება მიხეილ გაჩერდი. კარდამონია, ძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამათ კარგი. და ცოცხალ ბანანთან ერთად იჭმევა აუცილებლად. ცოტა ხანი გაჩუმდი. რომელსაც მოყვება ჭვიშტარი, რომელიც ბანანისაგან გამოვაცხე. და ასევე ბანანის, მანდარინისა და შტოშის ესეთი ტკბილეული არის ციცაკის მურაბით. აღარ ილაპარაკო იმდენი ილაპარაკა. ბოდიში. ეხა გვაჭამე. ჭადი შეგიძლიათ მიატანოთ, ანუ ჭადი არის გამაერთიანებელი ტკბილსა და ძირითად კერძს შორის. შეგიძლიათ ტკბილსაც მიაყოლოთ და შეგიძლიათ ცალკე ტკბილს ან ცალკე ქათმის კერძს, ორივეს ერთად. ან იმას აყოლებთ, ან იმას აყოლებთ და ეს არის დამაკავშირებელი ტკბილსა და იმას შორის. შეფლევანს ამოეწურა მოთმინების ფიალა და იძახის. გავიგეთ. მედიატორი. გავიგეთ. ეგ არის ცხარე соуსი ბასბაასის. შეიძლება ეს ისტორია კარგად მოყევი ესე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ბანანი არის დამატებითი ინგრედიენტი, რომელიც აი აქ თავარ ინგრედიენტს არ მიდასტურებს რომ იყოს. რაც შეეხება ამ სმეს, ეს ძალიან კარგია, ჭადიც კარგია და ეს соусიც ძალიან კარგი სიცხარით და ძალიან კარგი არომატით სწორად შემოდის. წამყვანი უფრო აი ეს соусია შეგნით რაც გვაქვს თლიანად და ღომი ვიდრე ბანანი. მაგრამ ძალიან კაია. ძალიან გევრიელია. ჭადიც კაია. ბანანის გემო არ იგზნო. ბანანი არ ჩანს რა, ბანანი არის როგორც შვილობილივით არის. გვერდიდან. დესერტი არის ძალიან გემრიელი, ჭვიშტარში ბანანი არ იგზნო. აბა გაგვიმარჯოს და ჩვენს შემდეგ ტურს გავუმარჯოს. შემდეგი მონაწილე, რომელიც წარმოგიდგენს ბანანი დელ-მონტეს კერძს, იქნება თაია. კერძი მაგიდასთან. იმედია ბანანი არ მისვია ხო ტუჩებზე? ტუჩებზე არა, მან თუ არის თორე.
აბა გითხარი რა მოამზადე. ბანანის ქარი. უშუალოდ ქარის соуსში არის ბანანი. соуსში არის ბანანი თუ соуსია ბანანი? соуსია ბანანით, ანუ соуსშია ბანანი. დაჭრილი ბანანი და соуსი თუ გათხოვილი ბანანია соуსი? დაბლენდერებული соуსში და соуსი არის соуსში არის ბანანი და соуსი არის ბანანის. ბანანის соуსი. ბრინჯი არის გასანეიტრალებლად, ანუ ნეიტრალურად არის მომზადებული, ასევე ქათამი უბრალოდ გამოვიყენე, ასევე ნეიტრალურად და კარამელიზირებული ბანანი. ბანანი соуსში ბანანით. კარამელიზირებული ბანანით ზემოდან. ბანანი ჩაბანანებლა, საბანანეში გაბანანებლა. აბეჭქარა თქვი. კარგია, ოღონდ ჩემთვის ცოტა აი ქარის აი სუნელები, აი სპეციფიკა, ის რაც არის, აი ოდნა ვაკრე. აი გემო ინტენსივობის არა. სიცხარე კარგად მოდის. ანუ ქარი უფრო ისეთ ტიპია, რა მძაფრი ტიპია რა. რა როიძახ ქარის, ველოდებით ქარის. შეფების წინ რო ვდგავარ, ძალიან მიჭირს ემოციების კონტროლი. უთხარი non piangere, mi piccola. non piangere. გადავიხედე და თაია ტირის. რა გატირებს გოგო? რა გატირებს? ვაი, მე უყურებ კერძი კაია, გოგო კაია, მაგრამ ტირის. მე უნდა ვიტირო, იმიტომ ცხარე არ მიყვარს, შენ რა გაწეს. აი, თაია, ნუ ტირი, დაწყნარდი ცოტა ხანი რა. ჩემთვის სრულიად მისაღებია. ეს კარის соуსი ბანანით. შეფ მანუელი ეუბნება, რომ კარგია და თაია მაინც ტირის, თაია გთხოვ, ნუ ტირი ხარ. სრულიად მისაღებია ბანანის იგრძნობა. დროულად იტირა, ხო? ეხაც მეტირა. ქათამი სად არის? სადღაც ესე რა, შუაშია რა. და ბრინჯი გამართლებულია თავისთავად ცხადია. იმიტომ რომ ასე ვთქვათ აბალანსებს და ნეიტრალებს გემოებს. ხო, ერთადერთი ცოტა მე შაქარს მოვითხოვდი მე აი ამ კარამელიზებულ ბანანში. აი ხა გაიღიმე? მადლობა თაია დაუბრუნდით თქვენს ადგილს. მოდი ღვინო გინდა ღვინო. შემდეგი მონაწილე ვის კერძსაც დავაგემოვნებთ. ეს არის ნინუცა. ნინუცა თქოს თქვენი ბანანის კერძი მაგიდასთან. ბანანის კერძი და ცრემლები. ნოპ. აბა, მოკევი ეხლა. მოგიმზადეთ რავიოლი, შიგ თავსი არის ბანანის პიურე და გორგონზოლა, ასევე სიცხარისთვის ცოტა წიწაკაც დავამატე. მოყრილი მაქვს კარაქში მოყვანილი ქეშიუ და ნუშის ფანტალები. ბოლოში მოვასხი თაფლი, რომ ცოტა სიტყვო წამოიღოს, მაგრამ არა ისე, რომ კვეთრი იყოს და ასევე მაქვს გამოყენებული ზემოდან შემწვარი ბანანი. უკვე თვალებში ვკითხულობ, რომ соуსი აკლია, ძალიან მშრალია. соуსი აკლია, აშკარად და უდაოდ შენს კერძს, მაგრამ ისო დღევანდელი დღის მთავარი თემა ბანანია და კიდევ ბანანი. როგორც სამზარეულოში, ფრანგულში კარაქი, კიდევ კარაქი და კარაქი. თქვენს კერძში ეს კარგად იგრძნობა. ანუ საკმაოდ კარგი არომატი მოდის შიდა გულიდან, საკმაოდ კარგი არომატი ხვდება გარედან. და
და აი ეს კრისპი ფანტენებით ძალიან კარგად ახრახშუნებს. ცომით ძალიან კარგი ალდენტეა. დამაგდა соуსი. მადლობა. ცომი ძალიან კაია რავიოლის. ხოთ ზომაზე შეიძლება გარკვეული პრეტენზია გამოხატოთ, რომ რავიოლონისკენ მიდის ვიდრე რავიოლისკენ. რავიოლი არის პასტა, რომელსაც ჭირდება соуსი. соуსის გარეშე რავიოლი ხინკალ შიგნითაა, ამას გარედანაა. თემაში ზის ერთადერთი соуსი აკლია. შემდეგი იქნება თორნიკე ნასარიძე. კერძი მაგიდასთან. მე მოგიმზადეთ საქონლის ფარში ბანანთან ერთად, соуსათა აქვს პომიდორის соуსი. ზევიდან აქვს ნივრიანი მაწონი. ცოტა სიმჟავე სიტკბოდა ოდნავ სიცხარე რა. გემრიელია, მაგრამ ცოტა როგორ არის, ეს პომიდორი, ცისიც, ცოტა ფარავს ამ ყველაფერს, მიხვდი? ან მას ცოტა მეტი უნდა დაგელაგებინა, რომ ეს ინტენსივობა კარგად წამოეღო რა, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერთან ერთად უდაოდ გემრიელია, მაგრამ აი სადღაც ჩანს ბანანი. გასაგებია. ანუ ბანანი კი ახლა არ იგრძნობა, მიხვდი იმდენად ინტენსიური გემოება. აბა ჩემი პირი რა სიტყვის. პომიდორმა აჯობა ბანანს. უფრო აი ბეშამელის соусისნაირი რაღაც რო ქონოდა, რაღაცა ნეიტრალური ბაზა, ეს ყველაფერი უფრო მკაფიო და ისეთი იქნებოდა. გემრიელი არის, მადლობა. შემდეგი მონაწილე, რომელიც შემოგთავაზებს დელმონტეს ბანანის კერძს, იქნება თორნიკე. მოვამზადე ბანანის ნიოკი დამწვარ კარაქთან ერთად. მოკლედ და კონკრეტულად. აბა იმას კი არა, რამდენი ილაპარაკა. მის შესაძლოა რამდენი აქ ნაფრენი. უცებ თქვა კაცმა და ეგა. ცალსახადრო ნიოკი არის მაგარი. ნიოკი უნდა იყოს ნაზი. соуსი ძალიან მოუხდა, ძალიან კაი соуსია დამწვარე კარაქის. და ჩიპსები კაია, ერთადერთი აი ნიოკი მოიგოჩნებს. გასაგებია. ეს соуსი უდაოდ გემრიელია, რაც ქვევით არის თავის აი მხრატუნა ინგრედიენტებთან ერთად. და ნიოქს ძალიან მაგარი, აი ხინკლის შემწვარ კუჭს გავს თუ მოხარშულს, რომელიც შიგნით არც არის მოხარშული და რაღაცნაირად ჩადის კბილი მასში. ხინკლის კუჭებს რო გაიტან ესეთ კონკურსში, არ ვიცი. შემდეგი კონკურსანტი, ვის ბანანის კერძსაც დავაგემოვნებთ, ეს არის გიორგი. გიორგი, გთხოვთ თქვენი კერძი მაგიდასთან. ვეთხარი რა მოგვიმზადე? და როგორ წარმოაჩინე ბანანი მთავარ პროდუქტად? მე გავაკეთე ბანანის და ბადრიჯანის ხვეულები. ბანანი და ბადრიჯანი? არ ვიცი. ჩიქთავში არის ბანანის და მასკარპონეს მიქსი. ეს ბანანის ჩიპსია? არა, ჩვეულებრივი მჭადი არის, თხლად გამომცხვარი. უბანანო? კი. ნახოთ. გამოყენებული მაქვს მისოს გლეიზი.
ძალიან უხდება ბადრიჯანი ბანანს. მადლობა შეფ. როგორც შეფ კონსტანტინე მოუხდინა მარწყვიდან იური ერთმანეთს, ეგრე მისმა ოქროს წინსაფარმა ბადრიჯანი და ბანანი. თავიდან რომ ეს ექსპერიმენტს ატარებდით, მაშინ დავინახე გემონდა მაინტერესებდა როგორი იქნებოდა და ჩემი წინსაფარი ამართლებს. მადლობა. მადლობა შეფ. ვისაც არ უნდა ეთქვა, რომ ბადრიჯანს შეიძლება ისე მოუხდეს ბანანი. მე ვერ დავიჯერ, მაგრამ მართლა. ეს არის აღმოჩენა, რომელიც ნებისმიერ მზარეულის ცხოვრებაში ხდება. ჩემთვის ეს იყო ნამდვილად აღმოჩენა. ასე რომ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შეფ. მადლობა დელმონტეს რომ მოხსა დღეს ასეთ საშუალება. ძალიან დიდი მადლობა. ასიზმარში ვარ. არა, ვარ სიზმარში, სინამდვილეში აქა ვარ. აბალევა. აბა ვნახოთ. რა არის ამისთან? მართლა გავგვიშთეს. ძალიან გემრიელია. ბადრიჯანი ბანანი. მართლა ძალიან უხდება. ძალიან კარგია. ბიჭმა ბანანი მოუხდინა ბადრიჯანს და მომავალში რა უნდა გააკეთოს არ ვიცი. ნიორსაც დავამატებდი ცოტას ბადრიჯანს. აი, ძალიან მოუხდება. მადლობა ძალიან. მადლობა გიორგი, დაუბრუნდით თქვენთან. კბილი ლუკმა ბოლოს. ეკატერინე მაგიდასთან ბანანის დესერტთან ერთად. გადის ქალბატონი ეკატერინე ვალსის და ტანგოს ცეკვით შეფებთან და აქედან ბანანები მეცეკვევია. აბა ვნახოთ რა მოგიმზადებ. ესე იგი მოგვიყევი, აბა რა ხდება აქ? არ ვიცი, რაღაც იმპროვიზაცია გავაკეთე. კარამელიზებული ბანანი. კი ბატონო. გავაკეთე კრემი, მასკარპონე და ცოტა რომი უკენი, ცოტა სინამენ და ნუშის ფანტელი. რა ქვია, ფანტელები მოვაყარ. და ნახეთ ყვავილები რა ლამაზია. არაჩვეულებრივი. მოგეწონათ? ყველა სუსტი წერტილი ამ დესერტის არის? კრემი. მოგეწონათ? სუსტი. სუსტი. ბანანის კარგია. კი ჩაგეხუტა. ბანანის კარგია. ხო, მეთქი უნდა ჩაგეხუტა. ძალიან დამწყდა გული. კრემი მეგონა ყველაზე კარგი, სხვათა შორის. ჩემთვის კრემი არის არ არის. არის და არ არის. რა ვიცი. სოუსი გაია. მაინც ხო კაია დესერტი რომ დააყოლე. კი, ნუ ბოლოში კარგია. ბოლოში. კრემი არის ძალიან სუბოქი, რა ვიცი. აბა. ძალიან მარტივად მოგინდა რომ დავალებისთვის თავი აგერიდებინა. სამაგიეროდ ერთადერთი ვარ, ვინც დესერტი გააკეთა. ზოგი აფრიკაში წავიდა ზოგი სადღაც და ამან უცებ ჰოპ შევწვი ბანანი. დიდი მადლობა. შეგიძლია დაუბრუნდეთ თქვენთან. ალილუია.